აი ეს არის 2011 წელს იმედის კლინიკა თბილისში. და ეს სურათია რა. და ეს არის 2026 წელი. რა ვიცი, გაუგებარი რაღაცები ხდება. მე მგონი რაკურსი არის სხვა, ანუ ქვედა სურათი არის მეორე მხრიდან გადაღებული. ხო, ქვედა სურათი არის თუ არ ვცდები, აი ცოტა მარცხნიდან გადაღებული. და მან რა კითხვა არის, იცი? აი ეს корпуსები რო აშენდა. ოღონდ აი ამ 2011 წლიდან 2026 წლამდე სულ სტაბილურად დემოგრაფიულად აი დაბადებული ადამიანების რაოდენობით ზრდა არ ქონია. არ ქონია. აი რაღაცა ვიხულეთ ქართველებმა, ბავშვები ბევრი გავაჩინეთ და ერი გამრავლდა, ეგ არ მოხდა. არა, ქართველები ვცოტავდები. აი უყურე, აი სურათი გამოიტანეთ რა, სურათი გამოიტანეთ მეგობრებო. ვინ ბინადრობს აი უყურე, ეგეთ კითხვა. 2011 წლიდან 2026 წლამდე ქართველები ვცოტავდებით. რა ხდება? აი რა ხდება? აი ქართველები კლებულობს. გეტყვი რა ხდება. ისეთი ფანტასტიკური ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, რომ ქართველებმა იმდენი ფული იშოვეს, რომ ყველას 3-3-4-4 ბინა გვაქვს ეთყობა ნაყიდი. 3-3-4-4 ბინა ყველას თუ აქვს და ყველა თუ კლებულობს და ცარიელი უნდა იყოს ის ბინა, ხო? ვინ რატო ყიდულობს იმ ბინას იმისთვის რომ არ იცხოვროს, მაგისთვის ყიდულობს? ალბათ რაღაც ეგეთი პასუხებია ხოლმე. ხო, ეგეთი პასუხებია და აი რა არის? ჩემი საყვარელი პასუხი როგორ არის, იცი? უცხოელები კი ყიდულობენ, მესამედი გაყიდული არის უცხოელებს, მაგრამ ეგენი მაგ არ ცხოვრობენ, გასაქირავებლად უნდა და სინამდვილეში ვიზე უნდა გაქირავებო. აი გასაქირავებლად უნდა ქართველებს. ვიზე აქირავ. ქართველებს. რა ქართველები ცოტავდებით. კი, ანუ მან აი საქმე უცხოელმა იყიდა ბინა და გააქირავა ისე უცხოელზე. რა ფეხზე არ მკიდია კაცო, ანუ ფაქტია რომ უცხოელი ცხოვრობს შიგნით ისე, ხო? აი საერთოდ აი ეს თავის გამოშტერება და ვიღაცა უკიდურესად შტერი ვიღაც ექსპერტების სმენა, ხო? გუპავს სინამდვილეში, ხო? ვიღაცა შტერი, ვიღაცა ხალხი რაღაცას ექსპერტობს, რაღაც საერთოდ არალოგიკურ პასუხებს იძლევა. ძალიან სინამდვილეში არითმეტიკის საგანია რა. მოსახლეობა რო ცოტავდება. იქ შენებლობის ბუმი რატოა ხალხო? კითხვა ხო უნდა დასვა. შენებლობის ბუმია და მოსახლეობა ცოტავდება. რა თქმა უნდა ჩამოდის ხალხი. და თან აი ხო არის მშენებლობის ბუმი და ეხლა საერთოდ აი ქალაქს აანონსებ, აი ორი ქალაქი უნდა აშენდეს, ხო? იმ ორ ქალაქში შენი მოსახლეობა რო ცოტავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ქალაქები რაც უკვე აშენებული გაქვს, იქ ცოტავდება. ორ ქალაქს რას ამატებ? და ვიღაცა რო გამოდის და მანდ რაღაცას ექსპერტის სახით, არა, მანდ რა არის, იცით, ქართველები ჩასახდებიან. ეგეთი სისულელე ექსპერტი, ხო სინამდვილეში ეგ უნდა იყოს მისი კარიერის დასასრული. ხო მაგის სიტყვას ხო ფასი აღარ უნდა ქონდეს წესით. მაგრამ ფასი რატო აქვს, იცით? იმიტომ რომ ეგ ექსპერტები, ამე ხალხი კი არ, ხალხი ის კი არ არის. მაგ ექსპერტები ჩვეულებრივად მუშაობენ ხელისუფლებაზე. მათ ჩვეულებრივად ტელევიზიებში ატარებენ და ასე იქმნება საზოგადო აზრი. აი კიდე მინდა აი ამ ფოტოზე გავამახვილო ყურადღება ეს მომწერის ნაღდიაო ჩვეულებრივად დიდი ღომში ეს კლინიკა და ნახე აი უბრალოდ ჩავთოთ ეს ფოტო გამოვიტანოთ ეკრანზე. აი ერთი კითხვა ხო თქვენ უკვე დასვით, რომ ვინ დასახლდა ამ სახლებში, საიდან მოსახლეობა შემცირდა, თბილისის მოსახლეობა არ გაზრდა. ანუ თბილისში უფრო დიდი იყო მოსახლეობა 1999 წელს, ვიდრე ეხლა. თბილისის მოსახლეობაც კი მოიმატა დანარჩენი საქართველოსთან გადმომავალი ხალხის ხარჯზე, ცოტა ხნის წინანდელთან შედარებით, მაგრამ ჯამში კი არ გაიზარდა, ჯამში როგორც საქართველოში ეკლება, ისე თბილისსაც დიდი არაფერი არ მომატებია და თქვა ვინ ცხოვრობს, მაგრამ
ეგ აი კი ბატონო, ეგ მაგაზე ისაუბრეთ ბიჭო. ეს რა განაშენიანება? რა ფენომენია, ხო? ეს რა არის? აი აქ კორპუსი, აი რა სივრცის განაწილება? რა სტანდარტი? რა არის ეს ანუ სად ბავშვმა სად უნდა ითამაშოს, მანქანა სად უნდა დააყენო, ეზოში სად უნდა გამოვიდეს ადამიანი? რა გადაშენიანების გეგმა ეს? რა უბედურება? ითამაშოს, ვინ თქვა რომ ბავშვმა უნდა ითამაშოს? ბიჭო, აი როგორი რაღაცა იცი, აი მაგალითად ეხლა აი კომუნისტების დროს, ხო? აი იმ ავად სახსენებელ კომუნისტების დროს, ხო? ბიჭო, ეზოები როგორ იყო, იცი დაგეგმარებული? რა, ეზო სათამაშო ეზოც იყო, რაღაცა აი როგორ იყო იცი დაგეგმარებული? კორპუსებს შორის ხეები იყო დარგული. რომ იქითა კორპუსის ფანჯრებიდან, აქეთა კორპუსის ფანჯრებს პირდაპირ არ უყურებდეს. ბიჭო, ეგრე იყო დაგეგმარებული. ხეები დარგული კი არა, ეხა ამას რაცაა გახსნილი. ანუ ეს კორპუსები როგორ არის აშენებული? ცოტა ყოჩაღი თუ ხარ, ერთი კორპუსის ფანჯრიდან მომენტ თუ გარისკავ, მეორე კორპუსის ფანჯარაში რო გადახტე, საერთოდ ნახე რა მე რა აი ხო არის რომ მაგალითად მიდგომა რომ აი სტალინმა ხალხი რო ხრიტა არის ცუდი კაცი. ხო არის ეს მიდგომა გავწვდი. ბიჭო, დასახურეტი არ არის ვინც ესენია. ეს რა არის ბიჭო? რა უბედურება ეს რა არის? სერიოზულად დასახურეტია რა. ანუ აი როგორი რაღაცა გასაკეთებელი ისე ვინც დაგეგმა, ვინც გაყიდა, ვინც მე რა პროექტი მოიწონა, ყველა დასახურეტია და მე მოგვარდება. იმიტომ რომ რა ვიცი, აი თან აი როგორი რაღაცა, იცი ვიღაცას უნდა უხსნა, რომ აი იცი რა არ არის კარგი ეს, რომ ასე კეთდება და მე მგონი კორუმპირებულია ეს ხელისუფლება და არა, მე მგონი არ არის კორუმპირებული. აბა რა ჩემი ფეხებია ხალხო, ეს რა არის? ეს როგორ შედგა ვაფშე? შენ რა მიხსენი, იცი? აი, ოღონდ გულწრფელად არ მიხსენი. მაგას რო უყურებს ადამიანი რა და დასკვნა რო კეთდება, რომ რა სერჩით? რა სერჩით? შენდება ქვეყანა, ბიჭო, აი. ეგ ხო ნიშნავს, რომ მაგაზე პასუხი ეგ არის აი. ეგ ხო იმას ნიშნავს, რომ კი მე ხო არის მეორე კითხვა, რომ გვეშველება რამე, აი მაგაზე ხო ცალსახა პასუხი, რომ არა კაცო. მაგაზე აი როგორ შეიძლება გვეშველოს? მაგაზე პასუხი არ შეიძლება კოსმიური სამართლიანობით, აი ამას რო აჩვენებ ვიღაცას და მერე აი შენდება და რა მოხდა, არ ამგონია კორუფცია იყოს. აი ამას რო პასუხობ, მაგაზე პასუხი არის ჩემი აზრით, ის კი არა რომ აი რაღაცა სასამართლო შედგა და დახვრეტა მიუსაჯეს. ეგ კი არა, აი ეგრევე ეს რო. ეგრევე მოსამართლე დრედება უნდა არსებობდეს. ეგ უნდა დრედი უნდა არსებობდეს და იქვე გააკეთო. აი მოსამართლე დრედი უნდა ეგრევე ადგილზე ასამართლე. იმიტომ მე არ ვიცი მაგ ხალხს აი რა უნდა აუხსნა რა. ამ ნოტაზე მეგობრებო გამოგზავნეთ კითხვები და გადავიდეთ პირდაპირ. მე არ ვიცი ჩვენ რა კითხვაზე უნდა უპასუხოთ. არა მე აგერ კითხვა როგორ სასამართლოს მოვაწყოთ, იცით? აი მოსამართლე დრედს დავაცესებთ. როგორი სასამართლო გინდა შენ და აი რავი ეგეთ სასამართლოს მოვაწყოთ.